განათლების მინისტრმა სასკოლო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ზოგადი განათლების ახალი ხედვა განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება სკოლებში საბუნებისმეტყველო და კომპიუტერულ ლაბორატორიების აღჭურვასა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამახვილდა. უწყების ხელმძღვანელის მხრიდან აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა, რაც STEAM განათლების გაძლიერებასა და მრავალფეროვანი პლატფორმების შეთავაზებას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებმა ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერებასა და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული კარიერული წინსვლის სქემის შემუშავებაზეც ისაუბრეს. Ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში განმავითაროთ საქართველოში STEM სწავლება, კერძოდ ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდილებით, რომელიც ძალიან დიდი სკოლა გვაქვს საქართველოში, მათი გამოცდილებაზე დავამყაროთ და შევქმნათ უფრო ფართო ქსელი. ჩვენი მიზანია ასევე შევქმნათ და დავამატოთ ჩინური ენის სტანდარტი, შესაბამისად ეს გამოწვეულია ერთის მხრივ, სწორედ სასკოლო საზოგადოების და სკოლის მოსწავლეების მოთხოვნიდან, მეორეს მხრივ გლობალური სამყაროში ესე ვთქვათ ჩინური და ჩინეთის როგორც სახელმწიფოს ესე ვთქვათ პოზიციონერებიდან. მინისტრის ხედვა არის, რომ სწორედ მათემატიკის და ფიზიკის სწავლება გაძლიერდეს. ამას უწყობს სწორედ ხელს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და აი ამ მიმართულებით გეგმის გაძლიერება, ასევე იყო საუბარი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორიების გაძლიერებაზე და STEM მიმართულებით სწავლების გაძლიერებაზე. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა იყო წარმოდგენილი.